გამარჯობათ. დიდება შენ და უფალო იესო ქრისტე და დიდება შენ და ღვთისმშობელო მარიამ, თქვენი მადლი და მფარველობა არ მოეშალოს საქართველოს უკუნითი უკუნისამდე. ძალიან ბედნიერები ვართ, რადგანაც მე მგონი საქართველოს დაშლა მეტწილად გადავაგორეთ და ეხლა იქნება ახალი ეტაპი, ჩაირთო უბრალოდ უკვე. ეს ჩანს ინტერნეტში. ძალიან მომრავლდა ეს მეგრული ენის გულშემატკივრები და ზოგადად ეს კლუბები იქ სადღაც, რა ვიცი, განსაკუთრებით გამოირჩევა ამით ინგლისი, საფრანგეთი. იქ იქნება ყველაფერი მათი ბუდეები. ევროპა ზოგადად, იმიტომ რომ ინგლისს და საფრანგეთს ევროპაში თავის სატელიტები წყავს. იქ შეიფარებენ ესეთ ხალხს, ასევე მომრავლდება სხვა კუთხეების რაღაც გამოცალკავება, იმერული გენი და ესეთი რაღაცეები. ახლა კახური გენი გაჩნდება სულ მალე, თუ არ გაჩნდა უკვე არ ვიცი და ესე. ანუ ყველაფერი ის რაც დაგსაქსავს საქართველოს და გათიშავს ერთმანეთისგან, ხო? აი ამის ხელშეწყობა მოხდება და ეს არის ახალი ეტაპი. ეს ახალი ეტაპი დაიწყო მას მერე, რაც სომხებმა ვერ მოახერხეს საქართველოს დაშლა. არმენების, ესე იგი, თაოსნობით, მათი გაბრიყვებით მოახერხეს და სომხები მომართეს ქართველების წინააღმდეგ. ერთი სიტყვით ეს ბიზნეს დაჯგუფებები და პოლიტიკური დაჯგუფებები არსად არ წასულან. ალბათ გამოიცვლება ის სახეები, რომლებიც უკვე აქ იმუშავეს და თავის საქმე გააკეთეს, მათ გაიყვანენ საზღვარგარეთ. რაღაც მოტივებით, რაღაცას დააშავებენ, ან მიტინგზე, ან რაღაც ქალს ეტყვიან რამეს, რაღაც ესეთ ესე იგი უკადრებელს იკადრებენ და მერე იტყვიან რომ მომიგონესო და ითხოვენ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ თავშესაფარს და ესე იგი იმის გამო რომ ესე იგი თურმე მთავრობას აკრიტიკებდა, არა იმიტომ რომ ვიღაცას ან დაარტყან, არასწორად მოიქცა, რაღაც მანქანას, პოლიციის მანქანას დაარტყა, ან ქალს რაღაც აკადრა, რაღაც ისეთი რამე რაც არ შეიძლება, ხო? არა, ამის გამო არა. უბრალოდ პოლიტიკურად დევნიან და ის მოუგონეს. სინამდვილეში ის რაც გააკეთა, ის მართლა გააკეთა, მაგრამ ეს ისეა მიწოდებული, რომ აი მოუგონეს, არავისთვის არაფერი არ უთქვია, არაფერი არ დაუშავებია და მთავრობა დევნის და ამანაც და იმანაც იქ საზღვარგარეთ იცის, რომ რაღაც მიზეზით უნდა წამოიყვანოს, ხო? რაღაც დევნილ, ანუ ხელოვნურად უნდა შეიქმნას ეს დევნილობის ესა სახე, წამებულის სახე და რომ გაგიყვანოს, ხო? მანაც ხო უნდა ესე გააправოს იქ ბიუჯეტის ფული, რომ აი ადამიანზე იხარჯება, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის დევნილი და აი ჩვენ მას ვინახავთ ამ საძაგილი ხელისუფლებისგან და არადემოკრატიული ხელისუფლებისგან. ეს გაყვანილი ხალხი მანდაც ხო ყავთ აქ თავის ნაცნობებია თუ ნათესავები თუ ვინც არ იქნება სულ ერთია, ახალსაც ნახავენ. ეს ტვინ გადაბრუნებულების მეტი რა არის, მოღალატეების მეტი რა არის. და ეხლა იმათ ამოქოქავენ. ხო, რასაკვირველია, ესე იგი, ყველაზე ესეთი სამუშაო ნიადაგი არის რასაკვირველია, მეგრული საკითხი, სვანური საკითხი და აფხაზური უკვე დამუშავდა და ეხლა მაგის შენარჩუნებას ცდილობენ, თორე აფხაზები რა დღეში არიან თვითონ მათ დამოუკიდებელ აფხაზეთში, ეს საერთოდ ცალკე ტრაგედია და არავით არის, რა ვიცი ახლა რადონის იდიოტი უნდა იყო, რომ მიხვდე, რომ აფხაზებს არავით არის ესე იგი გადარჩენის შანსი მათ არ აქვს, საერთოდ არ აქვს. თუ ისინი დაბრუნდებიან საქართველოს შემადგენლობაში, მაშინ კი შეუნარჩუნებათ აფხაზობა და თუ გააუქმებენ მით უმეტეს ავტონომიას, უკეთესია თვითონ აფხაზებისთვის, იმიტომ რომ ეხლა აი მაგალითად აი სამეგრელოს
მაგალითზე გეტყვით ან იგივე სვანებზე, ხო? უფრო მაგალითად მეგრელი პრეზიდენტი ყავდა და მინისტრები რამდენიც ქნებავთ და დარწმუნებული ვარ და გარწმუნებთ სამეგრელოს ავტონომია რო ყოფილიყო, არავინ არ არიჩევდა საქართველოში მეგრელ პრეზიდენტს. აი, მაგაში ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ თუ ისინი პოზიციონირებას დაიწყებენ, რომ ისინი არიან სხვები და არ არიან ქართველები, ხო? მაშინ მათ ესე იგი მხარდაჭერა არ ექნებოდათ, იმიტომ რომ საზოგადოება მათ არ აირჩევდა როგორც თავისას. და როგორც ასეთი ახლა გასაგებია რომ ავტონომია არ არის სამეგრელოში, მაგრამ არავინ არ უშლის მეგრელს რომ მეგრულად ისაუბროს და რაც უნდა ის გააკეთოს, რა ვიცი. არანაირად შეზღუდული არ არის ჩვეულებრივი ჩვენი სისხლი და ხორცი არიან ეგენი და ანალოგიურად აფხაზების. პირიქით ეს ავტონომიურობა და ეს დაქსაქსულობა პირიქით ხელს უშლის მათ განვითარებაში, იმიტომ რომ აი რა უნდა მოხდეს, რომ ახლა აფხაზი პრეზიდენტი გახდეს, ხო, საქართველოში გამორიცხული. და ავტონომია რომ არ იყოს, პირიქით იქ ენაც შენარჩუნდება და მე ზოგადად ვთვლი, რომ აი მეგრული ენა უნდა ისწავლებოდეს მთელ საქართველოში, როგორც ქართული ეთნიკური ენა, ასევე სვანური, ასევე აი წოვათუშური რო არის, ხო? და ეს ჩვენი სიმდიდრეა, სინამდვილეში ეს არის ჩვენი სიმდიდრე. განამარტო ენა ეხლა რაზეა საუბარი, საერთოდ სამეგრელო ჩვენი ბრილიანტია საქართველოს შემადგენლობაში, ხო? გარდა იმისა, რომ არის რაღაც ბურჯი, საქართველოს ბურჯი არის. ალბათ უფრო ოქროს ბურჯია და ბრილიანტებით არის მოჭედილი, ხო? ანალოგიურად სვანეთი, ხო? როგორი აი მედგრად და აი ეს მყარად დგას სვანეთი საქართველოს საჯარაჯოზე და მოგეხსენებათ აი ეკოდორში როგორ სანამ არ უღალატა თვითონ აი საქართველოს ხელისუფლებამ როგორ და რას ახერხებდა ის ხალხი და როგორ ინარჩუნებდა საქართველოს კოდორის ხეობაში. მაგრამ მე ის სახელი რო გადაარქვეს ზემო აფხაზეთი დაარქვეს, ვითომ ესე იგი რომ არ დაგვავიწყდესო, ვის რა უნდა დაავიწყდეს, მე არ მესვის. უბრალოდ სოფლიოს ესე იგი ახალი ამბები რო იქნებოდა და როდესაც უკვე აფხაზეთი შევიდოდა, ანუ ის დამოუკიდებელი აფხაზეთი დაიკავებდა კოდორის ხეობას, იქ უნდა ყოფილიყო რომ აი აფხაზეთმა დაიკავა ზემო აფხაზეთი, ანუ თავისი ტერიტორია, რომ ვიღაც იქ სადღაც ინგლისში ან საფრანგეთში ან პორტუგალიაში ან ავსტრალიაში ეფიქრა რომ ხო, დაიკავეს, იმიტომ რომ მათი ნაწილი იყო და პირიქით თურმე საქართველოს ჰქონდა აფხაზეთის რაღაც ნაწილი ოკუპირებული, იმიტომ რომ ზემო აფხაზეთი ერქვა, ხო ესეა. კოდორის ხეობა კი არ ერქვა ზემო აფხაზეთი დაარქვეს, რომ ესე ინფორმატიულად ესე გამოჩენილიყო, რომ საქართველოს თურმე ოკუპირებული ჰქონდა აფხაზეთის რაღაც ნაწილი. და ისიც რომ იქ რაღაც იარაღი შეიტანეს, წინახაზე ვინ ცulis იარაღს არ ვიცი, რომ იქ მე ჩამოიწერათ ეს იარაღი. დიდი მაფია იყო, დიდი ფული გაკეთდა მაგ შემთხვევაში. ესენგედა რომ გამოვიდა საქართველოს, იმიტომ რომ რუსეთს უკვე გაიხსნა ხელფეხი რომ ღიარებინა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ ესენგეში რომ დავრჩენილიყავით ჩვენ, მაშინ რუსეთი ვერ აღიარებდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ ერთ კოალიციაში ვიყავით და ესენგეს წევრები ვიყავით. ანუ ყველაფერი ეს გაკეთა მიზანმიმართულად და ეხლა რადონის იდიოტი უნდა იყო, რომ ამტკიცო, რომ აი ეს მოულოდნელად მოხდა, ესე იგი თურმე შემთხვევით აღმოჩნდა როკის გვირაბში რუსული არმია 8 რიცხვში, ხო? ეხლა წარმოგიდგენიათ არმიის გადაადგილებას რამდენი დღე უნდა. ანუ კარგით ეს აღარ გავაგრძელოთ. ანუ ყველა საკითხი, რომელიციც დაქსაქსავს და გათიშავს ქართველებს, იქნება წინ წამოწეული და მხარდაჭერილი ევროპის მიერ. იმიტომ რომ ის რაც გათვალეს მათ არ გამოუვიდათ, ეხლა სხვა მხრიდან შემოგვივლიან და ასევე ყურადღება მივაქციე რაღაც აი აჩვენებენ იქ წასულ ქართველებს, აი როგორ არიან იქ ეთის
მომიხდა კიდე რაღაც ბოსტანი გაუკეთებია ქართულს თვითონ საქართველოში უშლიდა ესე იგი ესპანეთში მუშაობს მიწაზე და საქართველოში უშლიდა ვინმე და იქიდან მისტრის საქართველოს რომ აი აქა ვარ და ვაკეთებ ჩამოდი და გააკეთე რა გაკ საქართველოში უფრო ძვირია სოფლის მეურნეობის პროდუქტები ვიდრე ესპანეთში ჩამოდით აქ იმუშავეთ და აქ უფრო დაგიფასდებათ რა გინდათ მანდ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა რომ ყვირი ხართ რა ეს ქართული მიწა არ მიყიდოთ იქ არაბებს თუ რა მნიშვნელობა აქვს ის თქვენ არ გინდათ ეს ქართული მიწა და ვის მოუწოდებთ ჩამოდით ხო გაქვთ ფული ხო წახვედით რა ისთვის ხარ რატომ ხართ მათ თუ ფული არა გაქვთ და ფულს არ აკეთებთ მან რა გინდათ ხო რაც დააგროვეთ და რაც იყიდეთ სახლ იმაში რაც დააგროვეთ და რაც იყიდეთ სახლია კარია თუ რაც არის გაყიდეთ ყველაფერი ჩამოდით საქართველოში იყიდეთ მიწა ბოსტანსაც გააკეთებთ და ყველაფერს გააკეთებთ რაც უფრო ბევრი ჩამოვა საქართველოში ის ქართველები სამუშაო ადგილებიც გაჩნდება ერთმანეთს ხელი ხელს ბანსო ხომ მიცით უფრო მე უკვე გითხარით როდესაც თბილისს საუბრობდით ჩვენ თუ არ გვაქვს დიდი ტერიტორია და ტერიტორიის სიდიდის მიხედვით ვერ ვითარდებით ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენ უნდა გავზარდოთ მოსახლეობის რაოდენობა იმიტომ რომ რაღაც ბიზნეს პროექტები და ანუ გაჩნდეს მოთხოვნა ბიზნესის უპირველესი კანონი არის მოთხოვნა უზრუნველყოფს მიწოდებას, ხო? რაც უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდება საქართველოში, მით უფრო მეტი მიწოდება და მიწოდება ნიშნავს წარმოებას, ხო ისეა? ამიტომ იგივე თბილისთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება ერთი დიდი მეგაპოლისი და ეს უნდა იყოს თბილისი, ერთი დიდი ნიუ-იორკი კავკასიაში. და დანარჩენად ჩამოვბრძანდით არავინ არ ომში წამსვლელების არ იყოს ხო რომ იქიდან რომ იქნევენ ხელებს რა ვიცი 4 ომი იყო რუსეთთან და ვინ დაიჭირა ეს ხალხი და რატო ვერ წავიდნენ ომში და რატო ვერ გააჩერეს და შეაჩერეს რუსეთი და რატო ვერ ჩავიდნენ მოსკოვამდე მე არ ვიცი ვინ უშლიდა იმ ხალხს ქართულ მიწაზე მუშაობა და აქ გაეკეთებინათ და აქ მოეყვანათ იგივე კარტოფილი იქნებოდა თუ ხახვი. ხო ისეა რა. აი ესეთი ხალხი ვართ რა, აი ქარაკუცა, მატრაკუცა, უტრაკო ყარაჩოხელები ვართ ჩვენ ქართველები. ყველაფერი ემოციაზე, რაღაცა სადღეგრძელოებზე, არავითარი ფიქრი საერთოდ იქ ვიღაცებს რესტორნებს აჩვენებენ. რაღაც ცნობადობისთვის კარგია ქართული რესტორანი დაუშვათ ხო მეც მივესალმები მაგრამ თქვენ იკითხეთ ვინ გახსნა როგორ გახსნა ფული საიდან აიღო მოიპარა რა გაყიდა ვის უღალატა აბა ეხლა საქართველოში რა ესეთ ხელფასებია რომ მე აქ უცებ მოაგროვო ხელფასი და წახვიდე და რესტორანი გახსნა უცხოეთში ეგეთ რამე ხო არ არის ეს არის მოპარული ფულით გაკეთებული ყველაფერი აბსოლუტურად და ძირითადად ეს ხალხი არიან დამნაშავეები ძირითადად იმიტომ რომ თუ ვიღაც ახლა წასულია 20 წელი და 90-იანებში წავიდა და რაღაც შექმნა იქ თოვლათი და მე გადაწყვეტა რესტორნის გახსნა კი ბატონო მაგრამ რამოდენიმე თვის ჩასული ადამიანი რო რესტორანს გახსნი საზღვარგარეთ ამას კარგი შეძლება და კარგი ფული უნდა თუ ამდენი ფული ქონდა კაი ადამიანო საქართველოში რატო არ დაგედგომებოდა ხო საქართველოში გამოგეყენებია ეგ ფული მაგრამ ალბათ არ დაედგომებოდა ეს ფული საიდანღაც იშოვა და წავიდა გაასწრო სანამ დაიჭერდნენ ასე ვთქვათ და ეხლა ეს გაქცეული ქურდები და ქვეყნის მოღალატეები და აგენტები დგანან და აქ ჭკუას გვასწავლიან და მე უკვირთ რომ რატო აი ეს საზოგადოებრივ იყო ჩასული და წასული და ერთი კომენტარი იყო არ ვიცი რომელ ქართველზე რომელიც დახვრიტეს და ეს სტალინი აპატიებდაო ეხლა საზოგადოებრივ იყო ნავყოფიო და როგორ აპატიებდაო სტალინი რა შუაში აქვს სტალინი და ლენინი
როგორ წავიდა იქ, რატო წავიდა, რა ფულით წავიდა, აი ახლა ვინც წასულია საზღვარგარეთ, ხო? ზოგი კი გასაგებია, რომ რაღაც სამსახურით წავიდა და მაგათ არავინ არ ერჩის და არაფერს არ ეუბნება, მაგრამ რესტორნები რო გახსნეს იქ და იქიდან რაღაც ჭკუას ისწავლებიან და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს, ხო? ეგრე ადვილია პოლიტიკური თავშესაფრის მიღება? რა ვიცი, აბა წადით მაშინ თქვენ ჩვეულებრივ მოქალაქეები და ითხოვეთ პოლიტიკური თავშესაფარი. ვინმე მოგცემთ პოლიტიკურ თავშესაფარს ესე ადვილად? ხო არ მოგცემთ და ის ხალხი რო აქეთ ჩამოდის და ჭკუას გასავლის, აქ რო ჩამოვა, არ არის დასახვრეტი? საქართველოს წინააღმდეგ რო იმუშავა და მერე წავიდა და იმ თავისმა ქვეყანამ ვიზედაც იმუშავა, იმან შეინახა ის არ არის საქართველოს მტერი? თუ რა ეხლა იქ გამოვა იქ საფრანგეთის საელჩო იქნება ეს თუ მთავრობა და გეტყვის რომ აი ეს პიროვნება ვიღაც გიორგი გიორგაძე აგენტი ნომერი რაღაც 35 არის ესა და ეს თუ რა ესე იგი საიდუმლო მასალების გაგაცნობენ თუ რა ეხლა სერვში რო ხელშეკრულება დაიდო და საქართველოს განაწილება რო იყო იქ უდროული სომხეთი, ხო? როგორ უნდა განაწილებულიყო საქართველოს ჩაწერეს და მე 1000-ჯერ მაქვს ნათქვამი და მოისმინეთ, ხო? იქ ჟორდანიას არ უნდოდა დამოუკიდებლობის გამოცხადება, იმიტომ რომ იცოდა რომ ევროპა საქართველოს დაინაწილებდა და რო არ შემოსულიყო რუსული ოკუპაცია საქართველოში. რა მოხდებოდა, ხო ესეა რა? ეხლა ვინ წაიყვანდნენ ეხლა ეგ აჯანყებულებს, რომლებიც რასაკვირველია გმირები იყვნენ და ესეთი გმირები უნდა შევინარჩუნოთ თქვენ დღეს და დღესაც ბევრია საქართველოში ესეთი გმირები, როგორც იყვნენ მაგალითად 1924 წლის აჯანყების დროს. მაგრამ როგორ გაიგებდა ეხლა ის ჭიათურელი მაღაროელი, რომ იქ დაიდო ხელშეკრულება საქართველოს ეხლა ხო ვიცით ჩვენ რომ თურმე არის ესეთ ხელშეკრულება, ხო? სტალინი რო გამოვიდა და თქვა სადღაც თეატრში იყო შეხვედრა, მე მგონი ზესტაფონში იყო თუ გურიაში, რომ რუსეთმა გადაარჩინაო საქართველო და იქ აუხტნენ და ამ ოკუპაციითო რა უნდა დაეხსნა, რომ ესე და გამოაგდესო იქიდან. და მაშინ თქვაო სტალინმა, რომ ქართველები დასაუთავებლები არიან. დასაუთავებლები არიან, აბა რა არიან, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც იქ იცოდა, რა იყო დაგეგმილი, მაგრამ ვითომ არ იცოდა და ვითომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლობდა, მაგრამ რო არ შეგიძლია შენ ეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, როცა არ შეგიძლია შენ შეხვიდე გალიაში და დაამარცხო ვეფხვი. რატო აგზავნი სხვებს და რატო კლავ მათ? თუ დასავლეთით თulis იგივე დღევანდელი სიტუაციაა, ხო? თუ ისინი თვლიან, რომ საქართველო უნდა ებრძოლოს რუსეთს, მაშინ აი ქვია არის თურქეთი, ნატოს წევრის ქვეყანა, ხო? გამოუშვან შეიარაღება, მოავზედონ ქართული შეიარაღებული ძალები და წავალთ და ვეომებით. რა პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ, რომ ეს ყველაფერი არის ბლეფი აბსოლუტური. არავინ უკრაინას არ ეხმარება. ისე რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი, ხო ესეა. უპირველეს ყოვლისა დასავლეთი გაურიგდება რუსეთს, უპირველეს ყოვლისა, ვიდრე დაეხმარება უკრაინას. ხო ესეა რა. უფრო ადრე გაურიგდება დასავლეთი რუსეთს, ვიდრე დაეხმარება უკრაინას. და უკრაინას რო არც მოკვდიო და არც დარჩიო ეს იარაღს რო აძლევს, იმიტომ აძლევს, რომ რუსეთთან უფრო მეტად ივაჭროს. ხო ესეა რა, ანუ უკრაინაზე ხო არავინ არ ფიქრობს დასავლეთში. ერთი დღე რო შეწყვიტოს დასავლეთმა ნავთობის ყიდვა რუსეთიდან, საბანკო ოპერაციები, ნედლეულის შესყიდვა, არ ვიცი რაც გააქვთ რუსეთიდან, არ ვიცი ახლა ხო ვაჭრობენ რა. მთელი ეს კომპანიები გინდა ეს ამის წინ წავიკითხე ისინი საბურავების კომპანიები. ყველა არის რუსეთში წარმოდგენილი, ხო სხვადასხვა სახელით. თავისი შვილობილი რაღაც კომპანიები აქვთ, ისევ ისე აკეთებენ საბურავებს, ისევ ისე ყიდიან, ისევ ისე იყიდება მანქანის ნაწილები და აბსოლუტურად ყველაფერი.
ხო, რაღაც სახე შეცვლილით, ხო? რაღაც მცირე იმეებით. ერთი დღე რო შეწყვიტონ, ორი დღე რო შეწყვიტონ, დაინგრევა რუსეთი. აი საბანკო ოპერაციები რო შეწყვიტონ რუსეთთან, ნავთობის ყიდვა რო შეწყვიტონ რუსეთთან, შესყიდვა რუსეთიდან. ხო, რუსეთი დაინგრევა. რუსეთში თვითონ შიგნით წავა ისეთი უმართავი პროცესები, რომ რუსეთი თვითონ დაინგრევა. საერთოდ არ დაჭირდება იქ არც უკრაინისთვის იარაღის მიცემა და არაფერი. უბრალოდ არ უნდა იყიდოთ ნავთობი რუსეთიდან და არ უნდა განახორციელოთ რაღაც საბანკო ოპერაციები. მორჩა, აი რა ერთი კვირა, ორი კვირა, მორჩა. რუსეთი თვითონ აფეთქდება. აკეთებენ ამას, ხო არ აკეთებენ. გატყუებენ და რატო ვიტყუებთ თავს და რატო კლავთ თქვენ მოქალაქეებს, ხო? აი რატო ვიტყუებთ თავს? აი ეს ახლა ბევრი იტყუებს, მაგრამ აი მე ვერ ვიტყუებ თავს, ხო? მე ვხედავ რეალურად რაც ხდება. და თურმე მნიშვნელოვანი ყოფილვართ სოფლიოსთვის. და ესე რომ გვიპუსტიაკებენ, რომ ესე რაღაც აი თურმე არაფერი ეს არ შეგვიძლია და რაღაც. როგორ არ შეგვიძლია, მაგრამ შეძლებაც არის და შეძლებაც, ხო? ეხლა ლომთან გალიაში შესვლა არ შეგვიძლია იარაღის გარეშე და ესე ინტერესების რაღაც თანხვედრა შეგვიძლია, მოლაპარაკებები შეგვიძლია და ძალის გაჩენაც შეგვიძლია სხვა ძალის ხარჯზე. იმიტომ რომ თვითონ ქვეყანას გასაგებია, რომ ბევრი არაფერი შეგვიძლია, ახლა 3 მილიონი ნახევრიანი ქვეყანა და 70,000 კვადრატული კილომეტრი, ხო? მაგრამ კოორდინაციით, დაბალანსებით, რასაც ვაკეთებდით დღემდე და რითაც მოვედით საერთოდ ერთ ძალას ვაბალანსებდით მეორე ძალით, ჩვენ მოვედით დღემდე. ამიტომ ეს ყოფილა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამ ძალების დაკარგვა ჩვენთვის არ შეიძლება. როდესაც ეს ერთი ძალა გვიყვერის, რომ აი რუსი ცუდია და ის რუსეთია ცუდია თუ რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ცუდია, კარგია, რა წყობა იქნება რუსეთში, მე საერთოდ არ მესმის ეგ რატო უნდა ვინერვიულო მე ახლა რუსეთში მეფია, დიქტატორია თუ ვინ არის? მთავარია როგორ გამომადგება მე და ჩემ ქვეყანას რუსეთი, ხო? ჩემთვის ეს უნდა იყოს მთავარი, თორემ ახლა იდეალური ქვეყანა სად არის რა? ინგლისია იდეალური, შეერთებული შტატები, საფრანგეთი? არ ვიცი, მე ესეთი რაღაც უაზრო კატეგორიებით მიაჩვიეს ხალხს, რომ აი ეს ცუდია თურმე და ის თურმე კარგია. არ არის ესე ხალხო რა, ესეთი აზროვნება არის ქვეყნისათვის მტრული აზროვნება, რას ქვია ცუდია? ჩრდილოეთ კორეა ცუდია, რასაკვირველია ცუდია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა თავისი ხალხისთვის არის ის ცუდი. აბა ჩამოვიდეს ახლა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი და გითხრას, რომ გადმოაქვს ჩვენთან ბირთვული არსენალი და აი თუ გონიათ საქართველოზე ძალიან დიდია ჩრდილოეთ კორეა. გადმოაქვს ბირთვული არსენალი საქართველოში და მოდით ერთად ვითანამშრომლოთ, გავხადოთ საქართველოს ატომური ქვეყანა. რა ცუდი იქნება ეს ჩვენთვის? ხო არ იქნება ცუდია რა. ახლა ვიღაც შეიძლება გამოხდეს, რომ ის ერთმე რო გამომეხდა ჩვენ არ ვეჯიბრებით რუსეთს და არ გვაქვს პრეტენზია ეგ რაღაც ტანკებზე და იმებზე. ხო თუ არა გაქვს პრეტენზია ტანკებზე და კიულიან ჩვენი ქალები იმას, რა ქვია, ბერძენ და იტალიელ პენსიონერებს და მაშინ პამპერსებზე გქონია ჩვენ პრეტენზია და ეგრე არ არის რა. ახლა შენ ატომური არაღზე არ გაქვს პრეტენზია, მაგრამ კარგ ცხოვრებაზე გაქვს პრეტენზია, როდესაც შენს ირგვლივ სავსეა მგლებით და ტურებით და რა ვიცი, მტაცებლებით. და ესეა, როდესაც საუბარია ძალთა ბალანსზე, რომ ჩვენ ის რუსეთიც გვჭირდება გვერდით, ის თურქეთიც გვჭირდება, ის ირანიც გვჭირდება, არიქა ირანში რატომ ჩავიდაო? ირანი ხო ხედავთ სოფლიო მოთამაშეა, რას ქვია ირანში რატო ჩავიდა? ჩვენ აქამდე მოვედით, იმიტომ რომ ჩვენს ირგვლივ რო იყვნენ ჩვენი მტრები, ისინი ერთმანეთის მტრები უფრო არიან ვიდრე ჩვენი. გესმით ეს ფორმულა?